გაერო საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში შედგა პანელური დისკუსია უცხოელ კოლეგებთან ერთად, სადაც საშუალება ჰქონდა გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეფექტური მონიტორინგი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით გამოყოფდი საჯაროს შესყიდვებში რეფორმები, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამ მიმართულებით მდგომარეობას, ასევე მონიტორინგის ნაწილში შექმნილი არის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში და 2026 წლის ამ პერიოდისთვის 390 მილიონ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს, ასევე ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ბოლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიურო მას შეუერთდა და ანტიკორუფციული ბიურო გახდა კონსტიტუციური ორგანოს ნაწილი, რაც მის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს. პირველი პლენარული სესია მიეძღვნა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საჯარო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და ჩვენ ქართული მოდელი გავაცანით ჩვენ სტუმრებს, მონაწილეებს, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სისტემაზე, რომელიც იუსტიციის სახლების მეშვეობით ასობით სერვისს თავაზობს მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე რა თქმა უნდა აღინიშნა მობილური იუსტიციის სახლების ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ფაქტობრივად სახლთან ხდება სერვისების მიწოდება და ასევე აღინიშნა, რომ სერვისების მიწოდება შესაძლებელია დისტანციურად.